საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განახლებული დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით 2025 წელს დამტკიცებულ პროექტთან შედარებით პორტის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მოცულობა, ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი და მისასვლელი არხის სიგრძე და სიღრმე შემცირდება. მისასვლელი არხის სიგრძე 2000 მეტრიდან 1800 მეტრამდე მცირდება. მისი გარანტირებული სიღრმე კი -20 მეტრიდან -18 მეტრამდე იცვლება. ამავე დროს მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმე 17 მეტრიდან 15 მეტრამდე მცირდება. ანგარიში განმარტებულია, რომ პარამეტრების ცვლილება საპროექტო და საოპერაციო მაჩვენებლების, ასევე დაზუსტებული ჰიდროლოგიური, გეოლოგიური და ბათიმეტრიული მონაცემების საფუძველზე განხორციელდა. თუმცა ოცნების ოპონენტები თვლიან, რომ ოცნება შესაძლოა ფულს ზოგავდეს მას შემდეგ, რაც პორტის მშენებლობა საკუთარ თავზე აიღო და კერძო ინვესტორს აღარ ეძებს. მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა იყოს დაფუძნებული ობიექტურ ფაქტებზე და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაზე, თუ რატომ მცირდება ანაკლიის პორტის მასშტაბი. ხომ არ არის ეს გამოწვეული ფინანსური რესურსების უკმარისობით. ამ ოპერაციით დაახლოებით 100, შეიძლება 150 მილიონი დოლარი დაიზოგოს. ანაკლიის საწყისი პარამეტრების შემცირება უკვე მას უკარგავს საერთაშორისო იმიჯსაც. ფულის ეკონომიის გამო ხდება ეს თუ სხვა რამ არის განმაპირობებელი მიზეზები, დაუყოვნებლივ უნდა გასცეს მთავრობამ პასუხი. როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა გამოუსწორებელი დანაშაული. დაიკარგა დრო, დაიკარგა იდეალური შანსი, რომ დღეს ამ გეოპოლიტიკურ მძიმე ვითარებაში იგი ყოფილიყო მართლაც მნიშვნელოვანი კარიბჭე აზიიდან ევროპაში და ევროპიდან აზიაში ტვირთების, ასე ვთქვათ, მემიწოდებისა. როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს საკუთარი შენიშვნების დაფიქსირება 18 აგვისტომდე შეუძლიათ. ჯერჯერობით კი ოპოზიცია პრეტენზიებს მედიასთან გამოთქვამს და ამბობს, რომ ოცნების ამ გადაწყვეტილებით ანაკლიის პორტის პერსპექტივის დასამარება ხდება, რადგან შეცვლილი პარამეტრებით ანაკლიის პორტი ყველა ტიპის გემების მიღებას ვეღარ შეძლებს. რას ემსახურება, რა მიზანს ემსახურება ის, რომ პორტი, რომელსაც ჰქონდა პარამეტრები საერთაშორისო ღრმაწყლოვანი პორტისა, დაიყვანეს ამ მასშტაბამდე, არის აბსოლუტურად გაუგებარი. იქ არის ჩატარებული ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პორტს შეუძლია და აქვს პოტენციალი ამ მასშტაბებით მიიღოს ყველაზე მსხვილი გემები მსოფლიოში, მაგრამ ამ მასშტაბების დაპატარავებით ვერ ვხედავთ სხვა ახსნას, გარდა პოლიტიკური და უსაფრთხოებრივი საბოტაჟისა, რომელსაც ქართული ოცნება თანმიმდევრულად აწარმოებს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ რუსული ინტერესების სასარგებლოდ უკვე 10 წელია. საბოტაჟია და საქართველოს ინტერესების მტრობა, ანაკლიის პორტის დაპატარავება და მცდელობა, რომ ის არ იყოს იმ მასშტაბის, რაც დღეს სჭირდება შუა დერეფანს და იმ უდიდეს სავაჭრო პოტენციალს, რომელიც შუა დერეფანს აქვს. 2026 წლის 1 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს. კერძო ინვესტორის ნაცვლად პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საჭირო საერთაშორისო დონორებისგან. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი სახელმწიფო გეგმავს საპორტო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე გრძელვადიანი იჯარით გააქირავოს. 2024 წლის აგვისტოდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფსკერის დაღრმავების და საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ბელგიური კომპანია მუშაობს. თავდაპირველი კონტრაქტი 200 მილიონი დოლარი იყო, თუმცა როგორც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა. როგორც ახლა ირკვევა, კონტრაქტის ღირებულების შემცირება დაკავშირებულია იმასთან, რომ კომპანია 7,5 მილიონი კუბური მეტრი მასალის ნაცვლად ფსკერიდან 5 მილიონ კუბურ მეტრ მასალას ამოიღებს. 2000 მეტრიდან 1800 მეტრამდე მცირდება არხის სიგრძე, ხოლო არხის გარანტირებული ფსკერის ნიშნული -20 მეტრიდან -18 მეტრამდე მცირდება. მას შემდეგ, რაც მედიაში ანაკლიის პორტის პროექტის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, განცხადება გავრცელა ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა, რომელიც ამტკიცებს, რომ პორტთან დაკავშირებით ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სინამდვილეში პორტის შესაძლებლობები არ იზღუდება. პროექტში კი, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს და სადაც ნათლად ჩანს პარამეტრების ცვლილება, უბრალოდ გარკვეული დაზუსტებები მოხდა და ეს ცვლილებები პორტის მასშტაბებს არ შეამცირებს.